სტამბულში ჩამოვედით. თავისი სული აქვს ამ ქალაქს. Good aroma. Სკამ მომიტანას დამსვეს. ძალიან მაგარ თურქულ საჭმელებს გავსინჯავთ. დათხარ? გიოზლემერი, ვერ ვჩერდები, ეს ისეთი მიქსია. ეს ყველა მინდა გასინჯოს. ძალიან უყედან ოპიერია. ხოშა გაგისინჯავს მიდიების ფლავი. საუკუნეზე მეტია ოღონდ აქ ეს სიტუაცია. ღირს $4000. გავიწევი, არ ხელი არ ამუქნიო შემთხვევით. სტამბულის ეპიზოდი იწყება კახეთის გზატკეცილის სმარტით. 3 საათში მივფრინავთ. აქ შემოვიარეთ, ცოტა ხანს კაფეში დავსხდებით, ყავას ჩამოვისხამთ და წავალთ. მე ძალიან მიყვარს ფრენა და მიხარია და ყველა ფრენის წინ აჟიტირებული ვარ. თან მგონია, რომ კარგი გამოვა ეს სტამბულის ეპიზოდი, ვინაიდან და რადგანაც თურქული კვება და სტრიტ ფუდი კარგია და ცნობილია. ესპრესო. ჩვენი ფრენა ჩანს უკვე. თუ რამე დაგვიანდა გადაიდო ვაკონტროლებ, მაგრამ fingers crossed. კაია. სტამბულში ჩამოვედით, ისტანბულში, რომელიც ერთგვარი სიმბოლო და დამაკავშირებელია ევროპის და აზიის, ულამაზესი ბოსფორის სრუტით, უძველესი თავისი ისტორიით და ბიზანტიის დედაქალაქით კონსტანტინოპოლით. ოსმალების დაპყრობის შემდეგ ოსმალეთის დედაქალაქი იყო და დღეს უკვე თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია, სავაჭრო ცენტრი, ძველი და ჩემთვის ძალიან ლამაზი ქუჩებით, კარგი სუნით და თავისი სული აქვს ამ ქალაქს. აი თბილისზე ამბობენ ხოლმე ხშირად უცხოელები, რომ გიждდებიან, თავისი სული აქვს და სუნი აქვსო და ჩემთვისაც სტამბული ეგეთია. რაც მთავარია, ძალიან მაგარ თურქულ საჭმელებს გავსინჯავთ, იმიტომ რომ თურქული სამზარეულო, ეგეც ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში და ძალიან მიყვარს. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენთვის რა არის გამორჩეული, რომელი ქვეყნის სამზარეულო. ნუ ქართული რო გვიყვარს ქართველებს გასაგებია. კიდე ერთი თხოვნა, თუ ჩვენი ვიდეოები მოგწონთ ცოტათი მაინც, ან რომელი ვიდეოც მოგეწონებათ, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში, ძალიან დაგვეხმარებით. კომენტარები რო დაგვიწეროთ და ლაიქებშიც ხო ძალიან დაგვეხმარებით. და საკმაოდ დიდი პროცენტი არხის მაყურებლების დიდ პროცენტს არ აქვს გამოწერილი. გამოიწერეთ რეჰანი. თურქული საუზმე ინგლისურივით ცალკე ცერემონიალია და ძალიან გემრიელია, ბევრი სხვადასხვა კერძისგან შედგება. ეს უკვე გავტესტეთ, რომ ჩამოვედით აქ ვისაუზმეთ და ძალიან მოგვეწონა და ამიტომ გადავწყვეტეთ გადაგვეღო ვან ქაჰვალთი ევი, ესე ქვია, ვან ქალაქია, ქაჰვალთი საუზმე. ბეიოღლუშია ტაქსიმიდან რამდენიმე წუთის საველზე, ასე რომ ისე ტურისტულად თუ ჩამოხვალთ არ გაგიჭირდებათ მოსვლა. თურქული საუზმე არის დღესასწაული. თურქებს შაბათ-კვირასაც და ისედაც საუზმე აქვს საშუალება, რომ ერთმანეთს ეურთიერთონ, სიამოვნებას იღებენ ამ საუზმის განმავლობაში და ამიტომ ძალიან ბევრი კერძია და ბევრი შემადგენელი ნაწილი. რეგიონების მიხედვით განსხვავდება თუ რა შედის ამ საუზმეში. ამ ბორს ქვია ქეთე, რომელიც რძისგან არის ფაფუკი, ანუ ცომში რძესაც უკეთებენ და მე მგონი კვერცხიც აქვს ზევიდან გადასმული. და აი ეს დიფი პასტა რაც არის უგემრიელეს. არ არის ხარე, სანელებლებით გადაჭარბებულად არ აქვს. იგრძნობა, ნივრის გემო ნაზად იგრძნობა.
და დანარჩენი თვითონ ინგრედიენტების გემო იგრძნობა. მთლიანად ერთგვაროვანი არ არის და ესეც მომწონს. Такая. Ბულგარულის გემო პამინდრის. ნაირ-ნაირი ყველია. ვანილებიანი ყველი, ყვითელი ყველი, ეს გავს ფეტას სხვათა შორის. ეხა მინდა რომ გავსინჯო თეთრი ყველი. წიწაკის ისეთი კარგად ტკბილი მურაბა. ოდნავ იკბინება და ძალიან კარგია, უგემრიელესია. და ძალიან უხდება ყველი, როგორც თაფლი. ვერ ვჩერდები, ეს ისეთი მიქსია. ეხლა გავსინჯოთ ზეთისხილის პასტა. ძალიან მძაფრად იგრძნობა ზეთისხილის გემო. ამასაც მოუხდება რამე ტკბილი დასაბალანსებლად. თურქულ საუზმეში ბევრი ტკბილი ამოსაწობებია. ეს იმას გავს ჩვენი ის სულგუნების ისინი როა ესე დაჩეჩილი რო იყიდება. ჩეჩილი ყველია ფაქტობრივად. ეს არის ყაიმაკი. ყაიმახს გავს ძალიან რძის ნაწარმია, მოკლედ ნაღებია და არ არის ტკბილი თვითონ ეს ყაიმაკი და იჭმევა თაფლთან ერთად ან თაფლთან და კარაქთან ერთად ან კიდევ ეს არის ნახე ნიგზის თაფლის კარაქის მიქსი, რომელიც ტკბილია და აი ეს სიტკბო უნდა დაადო ამ ყაიმაკს და ძალიან სუყე და ნოყიერია. ეს სიფაფუკეს აძლევს და იქ ნიგზოზე და სიტკბო რაღაცნაირად აბალანსებს და თაფლის გემოც მაგრად უხდება. ზეთისხილი, სიმინდები. ყველაფერი ამოსაწობია რა. იმდომაც მოყვება ესეთი პური. ოდნავ მჟავე. სულ ცოტა სიცხარე აქვს და ძალიან კაი წვენი. соуси. ზეთისხილი არ არის ძალიან ჩარბილებული, ცოტა ხრაშუნობს. თურქული ჩაი არის ამ ყოველთვის შემადგენელი ნაწილი. დამაგვირგვინებელი, შემკვრელი, რომელიც უგემრიელესია. მზადდება სპეციალურ ჩაიდან, აი ორი ჩაიდან ერთმანეთზე რო დგას, ორ თქლზე იხარშება ეს ჩაი დიდხანს და არომატს უშვებს. ტაჰინი მინდა რომ გავსინჯო. და გავსინჯოთ თხრის ყველი. იფშნება. გამომშრალივით არის რაღაცნაირია. თხრის ყველს ცოტა უფრო კარაქივით გადასმა უხდება ხოლმე, იმას ვარ მიჩვევი. ეხლა გავსინჯავ მურტუღას, რომელიც არის კვერცხი, ქვილი და ზეთი. ნახოთ როგორია. არის რა, დანარჩენი ყველაფერი ძალიან კაია. ჩემი საყვარელი, ახლა ამ ყველაფერიდან არის ყაიმაკის და ამის მიქსი, წიწაკის და ამ ყველის ჭვანილებიანი დავარგებული ყველის მიქსი და ჩემენი. ფანტასტიკაა. საუზმის შემადგენელი ნაწილია ასევე კვერცხის ორი კერძი, რომელიც ცხელი კერძებია და ამიტომ ცოტა გვიან მოვატანინე. ამას აღარ გავსინჯავ, რა უნდა იყოს. ამდენრამეს ვეღარ ვსინჯავ და გავსინჯავ მენემენს. ბევრი ქვეყნის სამზარეულოში გვხდება ესეთი საუზმე, მათ შორის
ჩვენ რო ჩიჟი-პიჟის ვეძახით, ეგეთია. გავს შაქშუკასაც, კვერცხი, პამიდორი, მწვანე ბულგარული, ხახვი, ზეთი. მენემენი არის შაქშუკასგან განსხვავებით, შაქშუკაში ფლიანი კვერცხებია და მენემენში ისეთი უფრო ფაფუკია და კვერცხი შერეულია ადგილი. რა გემოსაც ველოდი ის არის. გემრიელია. ფაფუკია, ნაზია, იგრძნობა პამიდრის და კვერცხის გემოები. ჩვენ დაგპატიჟებთო, უნდა რომ გაგვასინჯოს, მაგრამ ეგეც გავსინჯოთ, იმიტომ რომ ისეთი თურქული ტრადიციული კერძია, გიოზლემერი. ესეთი ლავაშივით ცომში სხვადასხვა შიგთავსით აკეთებენ. გიოზლემერი ყველის და ისპანახის შიგთავსით მოგვიტანეს. ეს თვითონ დაგპატიჟეს. პური ხრაწუნაა ეს ლავაშივით ცომი. და ყველი ისეთი კარგად იწელება. გემრიელია. ძალიან კარგია. სპანახით ნაზია. ყველის ერთგვაროვნებაში გადასული. და კნაწუნა პური ძალიან ხდება, მაგარია. აუჭერ. გრანდ ბაზარში მოვედით, რომელიც სტამბოლის სიმბოლოა და გული. როდესაც ოსმალებმა დაიპყრეს ბიზანტია, მაშინ აშენდა სულთან მეჰმედის ბრძანებით და იმის შემდეგ არსებობს გრანდ ბაზარი, სადაც ქსოვილები იყიდებოდა, ძვირფასი ქვები და დღესაც რაღაცნაირი მაგიური ადგილია, ბევრი სუნელია, ბევრი ოქროულობა იყიდება და თუ არაფერს იყიდით, გამოსეირნება დღირს, იმიტომ რომ ლამაზია ძალიან. ბევრი ქუჩები შედი გამოდის, შიგნით, ქვევით არის კიდევ ლაბირინთები, ოღონდ მაგას დამთვალიერებელი ვერ ნახულობს და შეგვიძლია შევიდეთ, რამე ვიყიდოთ, ლახათლუხუმი მაინც გავსინჯოთ. ბევრი რეპლიკა რაღაცებია, ჩანთები, fake ბრენდები, ოქრო. თავიდან ამხელა არ იყო, მერე დაემატა და 4000-მდე მაღაზია და დღეს დაახლოებით 250,000 ვიზიტორი სტუმრობს წარმოიდგინე და თავარი ამბავი კიდე და თავშესაქცევი ამ გრანდ ბაზარში არის ვაჭრობა. ბევრი უნდა ევაჭრო გამყიდოს და მერე ისიც გევაჭრება და რაღაც ფასზე თანხდებით. ამოდი, რამე ვივაჭროთ, ეხა მედაში. ესე გამოიყურება შაფრანი, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული სანელებელია. როგორც გამყიდველმა გითხრა, ორნაირი ხარისხის მაქვსო, შედარებით დაბალი ხარისხის 1 გრამი ღირს 200 ლირა, ცოტა უფრო უკეთეს ხარისხის 1 გრამი 300 ლირა. ეს არის 300 ლირა არის დაახლოებით 25 ლარის ფარგლებში. ხო და ვიყიდით ახლა მე და ლაშა 1-2 გრამს და მე ლაშა მოამზადებს რამეს ალბათ, რა ვიცი. დიაფიანს ვიყიდი. მოდი ლახათლუხუმებიც გავსინჯოთ. Where are you from? Gurjistan. Gabarjuba. Gamarjoba. Which one would you recommend? Just this. Okay, thank you. This is with almond. Nushisar. Oh yeah. I like it. We'll take it and just for try some 2 different ones as well. This is the blueberry tea. Blueberry. This is pomegranate tea. Good aroma. Thank you. Ერთერთი მომსახურებაა გრანდ ბაზარში. სკამ მომიტანეს, დამსვეს. დავლიე ბლუბერის არომატით ჩაი და პისტაჩიო. Good. ეს არის უფრო მომჟავო და ისეთია. ჟელატინი თუ რა ქვია, ჟელეს, ხო. ეს დაახლოებით, ეს 5 შაფრანი ღირს $4000. გავიწევი, არ ხელი არ ამოქნიო შემთხვევით.
You can do for rice, for paella, for risotto. You can drink also. Do for But for very, very few, yes? Yeah, just 2-3 pieces. It's the herbal tea. Good for sleep, for relaxation, for headache problem. It's for relax. Amazing aroma, amazing. კარგი სუნია, ბევრი ერთად. ბარდი, You don't need ლავანდა. sleep. You need more dance, more energy. This is the love tea. Okay. ეს არის Bam, bam, bam. სიყვარულის čai. ეს უფრო ენერგიული, ენერგიზერია, ენერგიაზე მოყავხარ, რომელი ვიყიდოთ ფლაშა. ცილი გინდა თუ ენერგია? This is the for flu, for winter, for cough. ეს არის გაციების ყელისთვის და გაციების საწინააღმდეგო. I have a size. აი, ფურქული სასაფლაოები ვიპოვე. გავს ჩვენსას ქვის ძველი. სტამბული ასევე არის თმის გადანერგვის ჰაბი. ძალიან ბევრი თავშეხვეული მამაკაცი მოძრაობს. გადასარევი ამინდია ნოემბერია და აი საერთოდ არ არის ისეთი მკაცრი სიცივე მაისური მაცვია შუბის შიგნიდან. უბრალოდ შუბა ახალია და ძალიან მინდოდა ამის ჩაცმა. ესე იგი, აქეთ არის ქალაქის ძველი მხარე, ცენტრი. ერთ მხარეს არის აია სოფია, მეორე მხარეს ლურჯი მეჩეთი. ასევე აქ არის ლამაზი პარკი. სიამოვნო სეირნობა. აი ეს აია სოფია, ლურჯი მეჩეთი. ყველგან იყიდება ესეთი შემწვარი სიმინდი და წაბლი, რომელიც გემრიელია და აქ სულ ბევრი ხალხია. ძველ უბანში, ძველ ქალაქში ერთ მხარეს არის დიდ პარკში გაშლილ ტერიტორიაზე აია სოფია და მეორე მხარეს ლურჯი მეჩეთი ულამაზესი. აია სოფია, ბიზანტიის იმპერიიდან იღებს მისი ისტორია სათავეს მე-6 საუკუნიდან. ქრისტიანული ორთოდოქსული ეკლესია იყო ყველაზე დიდი ორთოდოქსულ სამყაროში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. მერე უკვე ოტომანებმა რაც დაიპყრეს ბიზანტიის იმპერია მე-15 საუკუნიდან გადაკეთდა მეჩეთად და სამწუხაროდ ბევრი ისტორიული ფრესკა და მოზაიკა გადაღებეს და გააფუჭეს კიდეც. ლურჯი მეჩეთი მე-17 საუკუნის დასაწყისში აშენდა. ეს არის ყველაზე ტურისტული ადგილი, როგორც ვქვი, უამრავი ადამიანია და აქვეა აია სოფიადან რამდენიმე მეტრში, თუ 1 კილომეტრში, ტოპკაპი ფალას. ტოპკაპის სასახლე, რომელიც ულამაზესია და ძალიან კარგი მუზეუმია შიგნით. თუ მოხვდებით, უნდა დაათვალიეროთ. Zatkar. Amazing, tender. Არტო აღარ ვართ, როგორც ხედავთ. ეს არის ძალიან ცნობილი რესტორანი. გიუენჩ კონიალი ქვია, კონიური სამზარეულოა და ამის პატრონი ისეთია ცნობილია ჰუსეინი. კონიური პროდუქტი მოაქვს და ცდილობს, რომ ადგილობრივებს დაეხმაროს და პოპულარიზაცია მოახდინოს. ანატოლიის დიდი ქალაქია კონია. სელჩუკების დროს დედაქალაქიც იყო. რუმი კონიასთან ასოცირდება, ჯალალედინ რუმი დიდი ფილოსოფოსი, რომელთაც თურქები ძალიან ამაყობენ და მოდი ჯერ თქვენ მოგცემთ გასინჯეთ. ეს არის ცხვარი, ნელცეცხლზე მომზადებული, slow cooked.
და ბრინჯთან ერთად. ამათ საფირმო კერძია, ასევე ამათ საფირმო კერძია ლაჰმაჯუნი, ლავაშში, ესე მოაქვთ ძალიან საინტერესო სერვირებით. ხა გავსინჯ. იშლება ნახე. არა ეს მაინტერესებს. ძალიან ნაზია. მცხოვრეს ხორცის გემოცი გრძნობა. ნაზი არომატული. და ბრინჯიც ისეთია. ფანტია. ფანკაია. ერთ-ერთი ძალიან ლამაზი და აუცილებლად სანახავი ადგილია დოლმაბაჰჩეს სასახლე. დოლმაბაჰჩე ნიშნავს სავსე ბაღს, field garden. ბუნებრივი ყურე კეთდებოდა აქ ბოსფორიდან შემომავალი გემებისთვის და იყო ძალიან მდიდარი და ნაყოფიერი მხარე. მე 17-19 საუკუნეებში ძალიან უყვარდათ აქ დიდგვაროვნებს სეირნობა. და იყო ძალიან ლამაზი ბაღები და მე-19 საუკუნის დასაწყისში უკვე ოტომანებმა ააშენეს სასახლე ვერსალის წამბაძველობით ევროპელების სტილში 14 ტონა ოქროა დახარჯული შიგნით ოთახების, ჰამამების, ანუ აბანოების და დერეფნების გაკეთებაში. ძალიან დიდრული სასახლეა და ძალიან ლამაზი. წამოვედით ახლა უშკუდარში, ბეშიქტაშიდან. აი ამ მხარე. აქ გავსინჯავთ დონერს. ნოდარ, შემოხვალ დონერის ჭამის მომენტში, ეპიზოდში? გამარჯობა. აქედან. აი, აქ შენ გრახე რა. დიახ, ჩვენ მარტოები არ ვართ, უბრალოდ არ ვაჩენდი. და ეხლა მივიდივართ, სად მივიდივართ? ეხლა უშკუდარში მივიდივართ, აზიურ მხარეს. ხა, ძალიან ლამაზია. ძალიან. მგონი მზის ჩასვლა უხდება ბოსფორს. პორტთან ძალიან ახლოს ისეთი დატვირთული ადგილია, როგორც დაუშვათ ჩვენთან ვაგზლის ტერიტორია, ძალიან გვშიოდა და ამიტომ ბევრი ძებნა კვლევა არ დავიწყეთ. ეს ადგილი ლიმონქვია, არც ფუდბლოგერების ვიდეოში მინახავს, არც რეიტინგი აქვს მაღალი. სულ რაღაც 3 და 5 აქვს რეიტინგი. მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია და ამიტომ გადავწყვიტეთ შეესვლა ვნახოთ რა გამოგვივა. დონერის გასინჯვა გვინდა. ჩემთვის არის ისტორიული დღე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს სინჯავ დედამიწის ზურგზე, არ მაქვს გასინჯული შაურმა საქართველოში. ხო და რით განსხვავდება, არ ვიცი ეს დონერი და შაურმა. დაგვიწერეთ კომენტარებში, რით განსხვავდება თურქული დონერი შაურმისგან. ზევით არის სასადილოსავით სივრცე და აქ დავსხდებით. ეხლა გავსინჯავ. კაია? არა, დანაჩანგლეთ უნდა ვჭამო, გახვალს ვერა.
აია. Წყარია. მე ბიფი. Bifo. არა, წყარია. მეც ბიფი მეგონა. Okay. Thank you. შერეული ყოფილა. Წყარიც არის და საკონარიც. კარგია, გემრიელია. მოვედით გალათას ხიდზე, selfies roaming-ით არ დავიკარგეთ. არ იხარჯება მეგაბაიტები Google Maps-ის გამოყენებისას, ასევე WhatsApp-ში და Messenger-ში შეგიძლიათ მიკროტოდ გაგზავნო შეტყობინებები და ესე მოგვაგნებინა selfies roaming-მა გალათას ხიდისთვის. უკან ერთი ამბავია, ბევრი ხალხია, მოვედით street food-ის გასასინჯად, სადაც შემწვარი სკუმბრია იყიდება, შემწვარ სკუმბრიას დებენ პურში, სალათის ფოთლებთან და ბევრ ხალხთან ერთად. საუკუნეზე მეტია უკვე ეგეთი სახით ეს საჭმელი არსებობს და სულ ესეთი ამბავია, სულ ძალიან ბევრი ხალხია ამ ხიდის გარშემო, ჩქარ-ჩქარა ჭამენ მიდიან. გალათას ხიდზე გადმოვდივართ. აქეთ არის პორტი. ბევრი რესტორანი ხიდის ქვეშ. ხიდის თავზე ბევრი მეთევზე. წავენ თევზს და street food-ად პურში ჩადებულ სალათის ფოთოლთან და ხახთან ერთად ჭამენ. საგიჟეთია. ვისაც გაპრიალებული დასვენება გიყვართ, სტამბულის კაიფი შეიძლება ვერ დაიჭიროთ, მაგრამ ძალიან მაგარი და საინტერესო ქალაქია, საინტერესო სურათებით. თუ შევეკვეთეთ. One and one water, Sue. ესე გამოიყურება. ან ფუმფულა პურია. დიდი პური. აია. ხელია. აია, თევზიც ხელია და ხახვი და ისიც უხდება. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ეს ყველამ უნდა გასინჯოს. იმიტომ რომ ეს ისტორიული ამბავია. და ეს სიტუაციაც უნდა შეიგრძნოთ. აია. თბილი. და ახალი. 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს სტამბულში და ყველგან იგრძნობა ხალხმრავლობა, მით უმეტეს ჩვენ მაინც ტურისტულ ადგილებში მოძრაობთ. აი, ყველგან ხალხია. და ისე ჭყვილად არის ქუჩებში ეს ტკბილეული, თხილეული, დაყრილი და ჩირეული. გასინჯო გინდება ყველაფრის. ნუ დაყრილი ცუდად თქვი. არა, ცუდად არ თქვი. დაყრილია. დაყრილია ეს ხაბარ არის. ჩურჩხელა, ლახათლუხუმი. ახლავა. თუ როგორც ყველა დიდი ქალაქი, თანაც აზიური განწყობით არის ძალიან ჭუჭყიანი. ძალიან. ტაქსიმზე ვარ. და სტამბულისთვის ძალიან დამახასიათებელია ქუჩაში, პატარა ჯიხურებში სიმინდის და წაბლის გარდა, შემწვარი სიმინდის და წაბლის გარდა ყიდიან სიმითებს, რომელიც არის ძალიან გემრიელი, გამომცხვარი, ფუნთუშაულივით, არ არის ძალიან ტკბილი, გარედან ცოტა ისეთი კნაწუნა არის ხოლმე და შიგნიდან ფაფუკი, ახალი ეგეთია. მაგრამ ხანდახან ძველს ყიდიან და არ გიმართლებს. ეხა გავსინჯავ. Hello. May I have one? გავსინჯოთ სიმითი ტაქსიმზე. არ გამიმართლა. ეს არ არის ახალი. საღამოა და ალბათ მაგის ბრალია. Selfies roaming-ით ძალიან მარტივად შეგიძლიათ გზის გაკვლევა, იმიტომ რომ
Google Maps-ში მეგაბაიტები არ იხარჯება. Messenger-ში და WhatsApp-ში ულიმიტოდ შეგიძლიათ შეტყობინებების გზავნა. ხოდა ვიყავი ხე ჩემ ლაშიკოს selfies roaming-ით. აი, აქაური ძველი ტრემიც მოდის. ჩანს. სავარაუდოდ ჩვენი ბოლო გაჩერება არის მიდიები, რომელიც ასევე ძალიან დამახასიათებელი სიმბოლური და საყვარელი აქაურობისთვის. მიდიები, რომელშიც ტენიან ბრინჯს და მიდიეჯი იასენ არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი, ფუდბლოგერების საყვარელი ადგილი, სადაც აი უამრავი ადამიანი მოდის. იასენის მიდიები, ესე ქვია, იასენმა დაიწყო პატარა ჯიხურით და ეხლა უკვე ქსელი აქვს და Instagram-ზე რა ვიცი, მე მგონი რამდენიმე მილიონი გამომწერი. დავსინჯოთ. აი ნახე, ეს იხსნება ხელით ტენიან ბრინჯს და მერე ისევ ხურავენ. ალბათ უნდა გახსნა და ჩააწურო შეგვიცა. ხალხად მაგრამ მოყვებოდეს კარგი იქნებოდა რა. ხალხა გაგისინჯავს მიდიების ფლავი. ძალიან კაია სხვათა შორის. აია. გემრიელია. ფლავი უფრო გემრიელია, იმიტომ რომ ცხელია და თბილია. ეს ბრინჯიც ცივია. მაგრამ უხდება მიდიებს. კარგი საჭმელია. და ესე სტრაფი კვებისთვის ჩვენიერი მოფიქრება. პილპილია გემრიელად არ არის დანანებული. და მიდიებიც ისეთია, პუტკუნა და მოზრდილი ზომის. გემრიელია. დონერს მირჩევნია, ძალიან ცხიმიანია, რა საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ძალიან სუყეა. სტამბულის ტური ამით დასრულებულია. იმედია კარგი ვიდეო გამოვა. იმედია მოგეწონებათ. გაძვირებულია წინა წლებთან შედარებით. ძალიან დიდი კონტრასტია ფასებში, რაც იყო და ახლა რაც არის. დიდი მადლობა selfies roaming-ს იმისთვის, რომ გზას ადვილად ვიკვლევდით მთელ სტამბულში. ყველა ვინც ვიყავით, მე და ლაშა და ჩვენი მეგობრები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არ იხარჯება მეგაბაიტები Google Maps-ის გამოყენებისას, ასევე ულიმიტოდ შეგიძლიათ Messenger-ში და WhatsApp-ში გაგზავნა შეტყობინებების. ხო, და გამოიწერეთ რეჰანი. ძალიან გაგვახარებთ და დაგვიწერეთ კომენტარები, ბევრი კომენტარი. იდეებს მოვისმენსად შეიძლება წასვლა. ოღონდ ცოტა ბიუჯეტურად ავსტრალიაში ნუ გვაგვიშვებთ ჯერ. ესე გამოყოფილად არ მithქვამს, მაგრამ ამ ვიდეოში უნდა ვთქვა აუცილებლად დიდი მადლობა Smart-ს, ჩვენს პირველ სპონსორს. იმისთვის, რომ გვენდნენ, იმისთვის, რომ მოვწონვართ, გვიყვარს და გვიყვარხართ და იმისთვის, რომ ხარში გვიდგანან და არიან ჩვენთან ერთად. ცოტა გული ამიჩუყდა, ეხლა შეიძლება ვიტირო.